საქართველოს ფეხბურთს სხვა პრობლემებთან ერთად კიდევ ერთი ფეხბურთელების დაზღვევის პრობლემაც დაემატა. კლუბების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მცირე ბიუჯეტის გამო საკუთარ მოთამაშეებს ჯანმრთელობის დაზღვევას ვერ ახერხებენ. იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენი დაშავდება, უცნობია ვინ გაუწევს მას დახმარებას, კლუბი თუ თავად ფეხბურთელს მოუწევს ექიმის ძებნა. ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელთა უმრავლესობას სამედიცინო დაზღვევა არ აქვს. ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარე ჯაბა მუჯირი ამბობს, რომ სპორტსმენებს ამის გამო პრობლემები ხშირად ექმნებათ. გაგიკეთებთ ოპერაციას, მე ეს მოიკელი, უნდა არსებობდეს ვაჭრობის პროცესი შეიძლება წავიდეს, ამითი გარანტირებული არის, რომ ის თავს დადებს მოედანზე უფრო მეტად და იცის, რომ რაც უნდა მოუვიდეს, არც იქნება რომელიღაც კომპანია, რომელიც ამ თანხას აუნაზღაურებს სრულად. კანონი კლუბს ფეხბურთელის დაზღვევას არ ავალდებულებს, თუმცა ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდების ხელმძღვანელები სხვა სახის პრობლემებზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ კლუბებს ფეხბურთელების დაზღვევისთვის საკმარისი ბიუჯეტი არ აქვთ. მე ვფიქრობ, ელემენტარული კალკულაციის შემდეგ შეიძლება სადაზღვევო კომპანიასთან იმაზეც საუბარეთ და ის სახელმწიფო ფონდი, რაც გაწერილი გაქვს ბიუჯეტით, შეგვიძლია ის პუნქტი ჩაუვადო ფეხბურთელს, რომ თუ ჩვენ შევთანხმდით 3000 ლარზე და 4000 ლარზე, იცოდე რომ ჩვენ ყოველი თვე ამ ხელფასიდან, 3000 ლარს კი არა, 2900 აიღე და 100 ლარი თუ რაც იქნება ყოველდღიური გადასახადი, ისევ შევთვის იქნება დაზღვევა. ფეხბურთელი თუ მიიღებს ტრავმას, დაწნებული უმაღლესი ლიგის გუნდით დამთავრებული ჯამოկებით, სამედიცინო მომსახურებას ერთ ჩვენ გვაქვს ჩვენი ექიმი, თუ რომ სპეციალიზირებული ჩარევა ჭირდება, რაღაც გამოკვლევა ჭირდება, ჩვენ გვაფინანსებთ ამ ყველაფერს. ქართული სადაზღვევო კომპანიებიდან არდი ერთ-ერთი იყო, რომელმაც ქართველი ფეხბურთელების დაზღვევის სურვილი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გამოთქვა. თუმცა მაშინ კომპანიამ ქართული საფეხბურთო კლუბების დაინტერესება ვერ შეძლო. ჩვენ მსგავსი პროდუქტი შევიმუშავეთ კაი ხანის წინ, შევთავაზეთ სახელმწიფო მხარეს და ხელახლა ვადასტურებთ, რომ სიამოვნებით გამოვიტანთ ამ პროდუქტს, თუ იქნება სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზება. პრობლემის დარეგულირების გზას ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარე სპორტის კანონში ცვლილებების შეტანაში ხედავს. შესაბამისი თხოვნით კი პარლამენტს რამდენიმე დღეში მიმართავს. სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუ კი ასოციაცია ამ ტიპის ინიციატივით მიმართავს, კომიტეტი მას აუცილებლად განიხილავს. თუ მოვა პარლამენტში და დადგება საკითხი, რა თქმა უნდა ჩვენ განვიხილავთ, ვაპირებთ პირველ რიგში კლუბებთან შეხვედრას, არის საკომიტეტო მოსმენებზე გვინდა რომ დავიწყოთ და შევხვდეთ იმ ყველა კლუბის წარმომადგენელს, რა აწუხებთ, რა მიმართულებით რომ განვითარდნენ, შემდგომ მე თლიანობაში შევხვდებით ფედერაციას. ვიდრე პრობლემა საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება, კითხვა, ტრამვის მიღების შემთხვევაში ვინ დაეხმარება ფეხბურთელს, კლუბი თუ პირადი ექიმი, კვლავ უპასუხოდ რჩება.